საქართველოს გაფიცვების ტალღამ მოიცვა ამჯერად ულტიმატუმს რკინიგზელები აყენებენ. თუ ხელფასი არ გაიზრდება და სამუშაო პირობები არ გამოსწორდება, ხვალიდან თანამშრომლები გაიფიცებიან. ამ წუთებში პროფკავშირების წარმომადგენლები უწყების ადმინისტრაციას ხვდებიან და დასაქმებულ და მოთხოვნას აცნობენ. რკინიგზიდან თამთა ჯანაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. თამთა დასრულდა თუ არა შეხვედრა და რა პასუხი მიიღეს პროტესტის მონაწილეებმა? ამ დრომდე უცნობი რჩება დაიწყება თუ არა რკინიგზელთა ფართომასშტაბიანი გაფიცვა ხვალ, თუმცა ასევე ფაქტობრივად შეხვედრაზე შესულმა რკინიგზელებმა და ასევე მათი პროფკავშირების წარმომადგენლებმა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს ადმინისტრაციისგან. შესაბამისად 3 საათის წინ ადმინისტრაციამ ითხოვა 2 საათიანი შუალედი რკინიგზელთა მოთხოვნების გასაცნობად, დრო გავიდა, თუმცა პასუხი ამ დრომდე უცნობია. Ახლობთ 2 საათში ჩვენ უკვე გვეწოინება ის მათი შემოთავაზება, რომელიც მათ ექნებათ და 2 საათის შემდეგ კიდევ გვექნება შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ ამის შესახებ, ვიკამათოთ და ჩვენ პოზიციას ამის შემდეგ დავაფიქსირებთ. რკინიგზელები აცხადებენ, რომ 24 საათის განმავლობაში 19 საათი უწევთ მუშაობა და ისეთ გაუსაძლის პირობებში ისინი მოითხოვენ შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას და ნორმალურ სამუშაო პირობებს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანი გაფიცვით იმუქრებიან. ასევე ისინი საუბრობენ იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რის გამოც დღემდე პროტესტის გამოთქმას მათთვის აზრი აფრინდა. კონკრეტულად ჩვენ ძირითადი მოთხოვნები გვაქვს ხელფასის მატება, ის რომ ჩვენი მუშაობა იყოს დაფასებული და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არსებულ ხელისუფლებად, არსებულ როგორ ქართულ ოცნებასთან რამე პრეტენზია გვქონდეს, პირიქით მივესალმებით ამას. უბრალოდ დღეს რკინიგზის ხელმძღვანელობა, რომელიც არის ძველი რკინიგზის ხელმძღვანელობა, ამ რკინიგზის ხელმძღვანელობას ვაიძულოთ ის ძველი დანაპირებები შეასრულოს. მთელი 8 წელია გვატყუებით დღეს ხვალ და არაფერი არ გეთდება. დიდი ხანია მიმართავთ უკვე და ყოველთვის დაპირებებად რჩება, მივიყვანეს უკვე იმ დონემდე, მოგეხსენებათ წინა ხელისუფლების ტერორში და შიშის ქვეშ ვიყავით და ოჯახებია ჩვენს უკან და ხმას ვერ ვიღებდით ასე სამსახურის დაკარგვის შიშით. რამდენიმე საათის წინ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ გააკეთა საგანგებო განცხადება, რომლის საშუალებითაც მოუწოდა რკინიგზელებს თავი შეიკავონ მასობრივი გაფიცვებისგან და ასევე მათ აღუთქვა ხელფასების გადახედვა. მადლობა თამთა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა საქართველოს რკინიგზიდან.